საღამომშვიდობის მეგობრებო, კიდევ ერთხელ პროტესტის უწყვეტობაზე კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიტყვი, რომ ეს არის პროცესი, რომელიც აუცილებლად დასასრულს გამარჯვებით დამთავრდება. ამას ყველას ვეუბნებით ყოველ დღე, ერთმანეთსაც ვამხნევებთ და ეს გარდაუვალი ამას შინაგანათაც ვგრძნობთ. დღესაც ვისაუბრებთ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბანკებს გამოვიხილავთ და ძალიან საინტერესო ლექცია იქნება, ძალიან საინტერესო მომხსენებელი. სასიამოვნო მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, რაც შეიძლება მეტი შეკითხვები, კითხვა-პასუხის რეჟიმი უფრო სასარგებლოა, როგორც ბოლო პერიოდში ლექციების ციკლმა დაგვიდასტურა. ნიკა, კიდევ ერთხელ მადლობა. სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ. მადლობთ გიორგი, ყველას საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ მოხვედით. 11:30 და კარგად შევიცვალეთ დღის რეჟიმი. ბანკები არის ის იშვიათი რამე, რაც გამართულად და კარგად მუშაობს. მოდით ვილაპარაკოთ ამაზე და ვილაპარაკოთ რა კონტექსტში, იცით? რად მინდა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიმიყვანს. ანუ ისე როგორ შეიძლება გავაკეთოთ, რომ იმ გზამ ტაძრამდე მიგვიყვანოს. ვიდრე დავიწყებდე ბანკებზე საუბარს და განსაკუთრებით ორდით ბანკს ეძღვნება ეს საკითხი, ცოტა ჩემზე გეტყვით, მე 30 წელი გავატარე ბანკებში, უფრო მეტი საზღვარგარეთ, მაგრამ საქართველოშიც კარგა ხანი ვიმუშავე. ამას გარდა, რა ვიცი, ვისწავლე ფინანსები და კრედიტი იყო ასეთი ფაკულტეტი და თან რომ ვაბარებდი, ამასაც კარგი ისტორია აქვს. ილია ჭავჭავაძის ძეგლის ქვემოთ გევარ, დიდი პატივი აყოფნა და ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა აკაკი ბაქრაძის წიგნმა ილია ჭავჭავაძეზე, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს წავიკითხე და ჯერ სკოლაში ვსწავლობდი. ილია წერდა, როგორ სწავლობდა საბანკო საქმეს რუსეთში, როგორ არანახებდნენ. ერთგვარად ინტერესის აბზრელი და მისაბაძი მაგალითი იყო. შემდეგ გამოვიდა ფილმები Wall Street, Pretty Woman, რომელიც რაღაც ერთგვარ რომანტიზმის ფერს აძლევდა ამ პროფესიას და მოკლედ ესე მეგობრების რჩევები იყო. ერეკლე ქიქოძე მინდა მოვიგონო, ძალიან კარგი მეგობარი ჩემი, ერთი წლით უფროსი, რომელიც სწავლობდა ამავე ფაკულტეტზე და ერეკლეს რჩევა იყო კოტე ვეფხვაძის და ერთ სიტყვით სხვადასხვა ფაქტორების ნაკრებით მოვხვდი ამ პროფესიაში. საქართველოში საბანკო საქმე პრინციპში მაშინ იწყებოდა 90-იან წლებში. მანამდე არსებული ბანკები ძალიან განსხვავებული შინაარსის იყო, მას არ აღწერდა. ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამ პროფესიით. მერე ისე გამოვიდა, რომ საშინელი დრო გავიარეთ და გარკვეულწილად ბანკებსაც ეს უკავშირდებოდა. ძალიან დიდი ინფლაცია, ჰიპერინფლაცია დავარქვათ. ესეთი ფულის ერთეული იყო გარდამავალი კუპონი, რომელიც რუსული რუბლიდან ლარამდე გადასვლისას ჰქონდა. ძალიან დიდი ფულის, ინფლაცია, ფასის დაკარგვა ფულის მიერ და რაღაც ავიზოები, რაღაც სიტყვები, ტერმინოლოგიები, რომლებიც ერთი მხრივ საინტერესო იყო, მეორე მხრივ გაუგებარი. რაღაცნაირად იმ გაჭირვების დროს ფულის შოვნას უკავშირდებოდა, ამ მხრივ ძალიან საინტერესო და მიმზიდველი იყო და ასე თუ ისე მე როგორც ვაკვირდები, ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა მოიყარა თავი, არა მარტო თქვა სასწავლებლებში, რომ სადაც ისწავლებოდა საბანკო საქმე, არამედ სხვა სასწავლებლებიდანაც მოდიოდნენ ფიზიკოსები, მათემატიკის, ამ ტექნიკური მეცნიერებებიდან განსაკუთრებით კარგი სპეციალისტები მოდიოდნენ და დაიწყო ამ სექტორმა ჩამოყალიბება. მე 94 წელს მოხვდი ბანკში, ჯერ სტუდენტი ვიყავი მეოთხე კურსის, მანამდე რაღაც გამოცდილება მქონდა სამუშაო და აქედან მოკლედ ასეთი ისტორია იყო. მე ბევრი ვიარე 9-მთა გადავიარე, ისე მოხდა რომ 5 სხვადასხვა ბანკის დირექტორი ვიყავი სხვადასხვა ქვეყნებში, 2 საქართველოში, 3 საზღვარგარეთ და ბევრი რამე ვნახე, ლონდონში ვიმუშავე, რაღაც დიდ ქვეყნებში, რაღაც ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში ვაკეთე საქმე ლონდონში მუშაობიდან გამომდინარე. ასე თუ ისე რაღაცა ვისწავლე ამის შესახებ და ასევე ეკონომისტი ვარ. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვარ და ამ საქმეშიც რაღაც მესმის, ასე ვთქვათ. ახლა ამ თემაზე რომ ლაპარაკობ, ამას მინდა ხაზი გავუსვა. დიდწილად ჩემთვის პირადია, მოგიყევით როგორ დავიწყე, როგორ გავიზარდე და ჩემი უამრავი მეგობარი მუშაობს და საყვარელი ადამიანი ამ სექტორში.
მათთან ხშირად ურთიერთობ, მართალია ისე აეწყო მე ცხოვრება და ბედნიერი ვარ რომ ბევრი სხვა ადამიანი გავიცანი და დაუმეგობრდი სხვა სფეროებიდან და ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება, ამავე დროს და აღარ ვარ ბანკირი და ესეც შეგნებულად საკმაოდ, ამის მიუხედავად ძალიან ბევრი მაკავშირებს ამ სექტორთან. ჩემთვის არ არის იოლი რომ ვილაპარაკო ამ სექტორის მანკიერ მხარეებზე და კონკრეტულად დუოპოლიაზე, არავის არ მინდა რომ ვაწყენინო, ვშიშობ რომ ვინმესაც ვაწყენინო, მეორე მხრივ ამას ვლაპარაკობ საზოგადოებრივი სიკეთის სურვილიდან გამომდინარე, ჩვენ ქვეყანას ვაყენებ წინა ადგილზე და იმ ადამიანებისთვისაც ვლაპარაკობ, თქვათ, ვისაც შეიძლება ცოტა შეეხოს გულზე, რომ მე ვფიქრობ, მათაც გამოადგებათ თუ დაფიქრდებიან კიდევ ერთხელ თავიანთ საქმეზე და როგორ შეიძლება თავისი საქმიანობა უფრო სასარგებლო გახადონ ქვეყნისთვისაც და თვითონაც უფრო ბედნიერები იქნებიან ჩემი აზრით. თუ რა თქმა უნდა, მათი არჩევანია. რასაც ვსაუბრობ, ეს არის ჩემი აზრი, ჩემი ძალიან გულწრფელი აზრი. შეიძლება ვცდები, მე ამის მჯერა და თუ ვინმეს სხვაგვარი აზრი აქვს, პირველი რომ სიამოვნებით მოვისმენ და მეორე, მუდამ ვარ მზად დებატებისთვის ამ თემაზეც და ყველა სხვა თემაზე, ნებისმიერ თემაზე, რომელზეც მე საჯაროდ ვსაუბრობ და ხშირად ვსაუბრობ საჯაროდ. ამიტომ თუ ვინმე სურვილი გაქვთ, პატივცემულებო, სიამოვნებით ვიბაასოთ, ვიპაექროთ, მოусმინოთ ერთმანეთს, შევეცადოთ ვიპოვნოთ სიმართლე. მე მგონია რომ მე რასაც ვფიქრობ სიმართლეა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჭეშმარიტების ძიება მთელი ცხოვრების გზა არის და მზად ვარ რომ ნებისმიერ ადამიანთან ვიყო ამ ჭეშმარიტების ძიებაში. ახლა მოდით შევხედოთ პატარა სურათს ბანკების შესახებ, კონკრეტულად ორ ბანკზე ფოკუსით. 2024 წელს საქართველოს ყველა ბანკის მოგება იყო 3 მილიარდ 100 მილიონი ლარი. მათ შორის ორი დიდი ბანკის მოგება იყო ამისი 87%. 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი. ამ წლის პირველ კვარტალში, ახლა ეს ციფრები ესე ზეპირად არ ვიცი, იყო 682 მილიონი ამ ორი ბანკის მოგება, 748 მილიონიდან, ანუ 91% უკვე. ამ ორი ბანკის წილი მთლიან საბანკო აქტივებში დაახლოებით 80%-ია და აქტივების, პასივების წილის დაახლოებით ასეთია, ზოგან უფრო მაღალი აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მაღალი წილი აქვს, 90-ზე მეტი მიმდინარე ანგარიშებში. ანუ აქ ყოფების უმრავლესობის ფული ამ ორ დიდ ბანკშია მოთავსებული. და იქ გერიცხებათ, იქიდან რიცხავ და ასე შემდეგ. და კითხვაც ალბათ ყველას გეცნობათ, TBC თუ საქართველო. ახლა შევხედოთ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს. შარშან ეს იყო 92 მილიონი ლარი და ბანკების მოგება შეადგენდა მის 2,94%-ს. წლის პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, მაგრამ დაახლოებით 23 მილიარდი ლარი იყო, რაც რისი წილიც უკვე 3,2%-ია ამ ორი ბანკის წილი. ეს ბანკები, ეს ცოტა უხეში გამოთვლა ესეც, რასაც გეტყვით. შარშანდელი მთლიანი მოგების, ანუ ყველა საქართველოს კომპანიამ რაც მოგება ნახა, იმისი დაახლოებით 1/7 მოდის ამ ორ ბანკზე. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ წელს მაგალითად შეიძლება უფრო ბევრიც გამოვიდეს. ნახოთ როგორ იქნება, იმიტომ რომ უფრო ნაკლებ მომგებიანი წელი იქნება, ასე ველოდები. სხვებისთვის და ბანკები ჯერჯერობით ისევ მომგებიანთ მიდიან. თუმცა წლის ბოლომდე ბევრია დარჩენილი და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. სწრაფად იცვლება მოვლენები. მოდით ახლა შევხედოთ რას ნიშნავს ახლა ვიღაცას რომ 80% აქვს საბაზრო წილი და 90% მოგების. ეს ორი ბანკი არის ძალიან მაგარი მანქანა ფულის კეთების, რაც ჩვეულებრივი ამბავია, პრინციპში პრობლემა არ არის და პირიქით მოგებისკენ მიესწრაფის ყველა კომპანია, ну გარდა და თუ არ არის ის საქველმოქმედო მიზნით შექმნილი და ეს ნორმალური მიზანია. მეორე მხრივ არის ასეთი ეკონომიკური მცნება, რომელსაც ქვია მონოპოლია, ან შეიძლება დუოპოლია ერქვას, თუ ორნი არიან, ან ოლიგოპოლია, რომელიც რაღაცა იგივე დუოპოლიის ზოგადი სახელია, როდესაც მცირე რიცხვი
აკონტროლებს ბაზარს მოთამაშეების და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მცნებაა, იმიტომ რომ როდესაც ხდება დუოპოლია, ასეთი მდგომარეობა ყალიბდება და შეიძლება ეს კონკურენციის პირობებში ჩამოყალიბდეს განსაკუთრებული ხელოვნური ხელშეწყობის შესახებ, მაგრამ როდესაც ის ყალიბდება, ეს უკვე პრობლემაა, რადგან მონოპოლიებს და დუოპოლიებს აქვს საშუალება, რომ უფრო ბევრად მეტი ფასი დაადონ თავის პროდუქტს, იმიტომ რომ არ აყავთ ამ შემთხვევაში კონკურენტი და ასევე ეს ზღუდავს ინოვაციას. მოდით ორივე საკითხი გავიაროთ. ზოგიერთ სექტორში მათ ამ ორ დიდ ბანკს ჩვეულებრივი კონკურენცია უწევს სხვებთან და იქ ფასები მსგავსია, ანუ მცირე ბიზნესის სესხს, მაგალითად სამომხმარებლო სესხს, ისინი დაახლოებით იგივე პირობები და ფასებით გაყიდიან როგორც სხვა, მაგრამ არის ნაწილები საქმიანობის, სადაც ისინი მარტო არიან და სხვადასხვა მიზეზებით არის გამოწვეული. მაგალითად, რადგან ძალიან დიდები არიან, სხვილ კორპორაციულ სესხებში მარტო არიან და იქ ფასები უფრო მაღალია. ასევე მარტო არიან, თითქმის მარტო იმ საკითხში TBC თუ საქართველოს კითხვა სადაც გესმით ხოლმე. ასევე რადგან მიმდინარე ანგარიშებში ასეთი მაღალი წილი აქვს, იქაც ესე იგი ერთმანეთში იმავე ბანკის შიგნით გადარიცხვები ბევრად ადვილია, სწრაფია და რამ თქვა საჯარო რეესტრში, ესეთ ორგანიზაციებში მარტო არიან ტრანსპორტში, ასეთ ადგილებში მათ შეუძლიათ ბევრად უფრო მაღალი ფასი დააწესონ. რა პრობლემაა მაღალ ფასში? პრობლემაა, რომ თქვენი ჯიბიდან ამოდის უფრო მეტი, მათ ჯიბეში ჩადის უფრო მეტი. რომ შევადაროთ სხვა ბანკებს, ამ ორი დიდი ბანკის მოგება მუდამ აჭარბებს სხვა ბანკებს. შეიძლება თქვას ვიღაცამ, რომ ესენი უფრო კარგად მუშაობენ, მაგრები არიან, მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე, რომ ვიღაცა იყოს სულ ოლიმპიური ჩემპიონი და სხვები ვერ იყვნენ. რაღაცა სხვა მიზეზები შეიძლება იყოს, რომელიც მისი ხელმძღვანელების ნიჭიერების გარდა ახსნის ამ საკითხს. სავარაუდოდ ეს ახსნა არის მონოპოლია, დუოპოლიური მდგომარეობა. მასშტაბი მოქმედებს, მასშტაბზე ეკონომია, თუმცა თავისთავად დუოპოლიური მდგომარეობა ჩვენი კანონმდებლობა არასრულყოფილია, ვიტყვი პირდაპირ, იქ საუბარია, რომ თუ ბაზრის წილი ძალიან დიდია და ბოროტად იყენებს რომელიმე მოთამაშე ამას, მაშინ არის პრობლემა, მაგრამ რას ნიშნავს ბოროტად იყენებს? რა ვიცი, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ ეს საკითხი და ვფიქრობ, რომ ჩვენი რეგულატორები, ანტიმონოპოლიური სააგენტო თუ თავისუფალი კონკურენციის სააგენტო, როგორც ქვია, ჩემი ხედვით არის უხეშად რო ვთქვათ, მაპატიეთ ჟარგონი და გამპრავებელი მონოპოლიური მდგომარეობები, სადაც ის არის და ვინმეს დასჯა თუნდაც მაშინ სწავლობენ ხოლმე ან არ ვიცი კიდე რაღაცა. ვერ დავიჭირე ლოგიკა, სად რას ამოწმებენ, რა შედეგებს დებენ. ეროვნული ბანკის სარეგულირებელია დუოპოლიის საკითხი საბანკო სექტორშიც და სამწუხაროდ ვერ ვხედავ შედეგებს. პირიქით, როდესაც მათი ოფიციოზი საუბრობს, მე ვხედავ სულ ცოტა ხნის წინ სატელევიზიო. პიროვნებს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ვისაც ვხედავ, ყველა იძახის რა კარგი საბანკო სექტორი გვაქვს, რა შესანიშნავი. მართლაც ძალიან ეფექტური საბანკო სექტორი გვაქვს. ამავე დროს დუოპოლია რჩება დუოპოლია და თქვენი ჯიბიდან რომ ამოდის მეტი, იმათ ჩასი ჩადის მეტი, ეს საკითხი გადაუწყვეტელად რჩება. და როგორც ხედავთ, ამ ბანკების მოგება იზრდება განუხრელად. და მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში, მისი წილი ყველა ბანკის მოგებაში. მეორე საკითხი არის ინოვაცია. ნამდვილად ძალიან კარგი მოსახმარი პროდუქტები აქვს. მე საზოგადოებრივ ბევრგან ვიცხოვრე, გითხარით, ახლაც მაქვს საშუალება რომ უცხოური ანგარიშებით ვისარგებლობ და ძალიან კარგი აპლიკაციები აქვს, ბევრი რამე მოხერხებულია. მეორე მხრივ აუცილებლობაა, რომ 80% ქონდეთ საბაზრო წილის იმისთვის, რომ ინოვაციურები იყვნენ, 50% რომ ქონოდათ, ან 40 ორივეს ვერ იქნებოდნენ ინოვაციურები, რამეში ხელი შეეშლებოდათ. სხვა რომ ყოფილიყო მოთამაშე და თითოეულ ამაც ქონოდა თქვა 25% სამს, რა უკეთესი არ შეიძლება ყოფილიყო კონკურენცია და უკეთესი შედეგები გვენახა. ანუ იმის თქმა, რომ ძალიან ეფექტურია ეს პროდუქტები, ჩემი აზრით სავსებით არასაკმარისია იმისთვის, რომ ვამტკიცოთ, რომ ინოვაციურობას ხელი არ ეშლება. ეს ეკონომიკური კანონზომიერება, რაზეც საუბრობ, მონოპოლიების ქცევა და ეფექტები, ის რომ ისინი მეტ ფასს ადებენ და ის რომ ინოვაციურობა ფერხდება, ეს არის, რა ვიცი, კანონზომიერება ეკონომიკური, რომელიც ყველგან ხდება. თუ სადმე მონოპოლიები მისაღები არის შემთხვევა, როდესაც სხვანაირად უფრო არაეფექტურია, ვერ მოხდება ამის გარეშე. ну თქვათ როგორ ავთქვათ, აი ძალიან პატარა ქვეყანა და იქ ვერ გააკეთებ ორ ელექტრო გადამცემ
კომპანიას. აი საქართველოშიც ერთია, მაგრამ ასეთი რაღაცები შეიძლება სხვანაირად არეგულიროა. ან მაგალითად ტაივანში არის შედარებით პატარა ქვეყანა, ხა ჩვენზე ბევრად დიდი, მაგრამ სოფლიო მასშტაბით პატარა ქვეყანაა და სოფლიოს წამყვანი კომპანია აქვთ ნახევარგამტარების მწარმოებელი. ხა ისინი ვერ მოაწყობენ ტაივანის შიგნით კონკურენციას. ამავე დროს ასეთი რაღაცების მოვლა შესაძლებელია. ანუ თუ ვინმეს უნდა რომ მონოპოლიური მდგომარეობით გამოწვეული ნეგატიური ასპექტები მოუაროს, ეს სავსებით შესაძლებელია და ისიც შესაძლებელია რომ მონოპოლიური მდგომარეობა შეცვალოს სხვანაირი მდგომარეობით ან დუოპოლიური თუ ამის სურვილი არსებობს. მე ვფიქრობ რომ ძნელია ადვილი კარგი რამე ძალიან იშვიათად არის ხოლმე ადვილი. და როგორც სხვა შემთხვევაში აქაც არ არის ამის გაკეთება ადვილი, თუმცა სავსებით შესაძლებელია თუ ვინმე სურს. მოდით ახლა ვისაუბროთ იმაზე, რა ეფექტები, ანუ რატომ საუბრობ ამაზე, რა მოდით ამას იარო თავისთვის არიან მოგება აქვს ხო მე რაში მაწუხებს და რა არის მიზეზი რომ მე ვწუხვარ ამაზე და რატომ საუბრობ. ჩემი ფიქრია რომ თითოეული ადამიანის ორგანიზაციის წარმატება თუ ჩაუკვირდებით კარგად მივხვდებით რომ ძალიან ბევრი ფაქტორით არის გამომპირობებული და მე მგონია რომ ამ ბანკების წარმატებაც წლების მანძილზე შეიქმნა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გავლენით. ამავე დროს ყველანი ვართ ამ საზოგადოების შვილები და როდესაც ხედავთ საზოგადოებაში ვთქვათ ვითარებას, ვფიქრობ რომ ეს საკითხები არის გულთან მისატანი. ამ შემთხვევაში მე გავიხსენებ სახარებისეულ ძალიან მნიშვნელოვან ცნებას ლუკას სახარებიდან, ვისაც მეტი მიეცემა, მეტი მოეთხოვება. ჩემი ხედვით პირველ რიგში ამ გადმოსახედიდან არის ეს საკითხი შესახედი, თუმცა მოდით სხვა მხრიდან შევხედოთ, ხო ეს რწმენა, რელიგია მაინც ინდივიდუალური საკითხია, ჩვენი არჩევანია და შევხედოთ ასე. რა გზას ირჩევენ ეს ბანკები? აი ილია ჭავჭავაძისეულ გზას, რომლის ბანკის მიერ არის აი ეს შენობა, რაც იყო ეს შენობა, ვიდრე დაიწვებოდა და რისაფუძველზეც არსებობს, შექმნილი ის ბანკი 1899 წელს მაგალითად თავისი მოგების 28% მიმართა აი ამ გიმნაზიის მშენებლობისთვის და კიდევ სწავლის დაფინანსებისთვის. მე ვნახე ხა ევროპის და ამერიკის ბანკებს დიდი წლებია უყურებ და ვიცი ამის შესახებ და იმათი სტანდარტი არის ქველმოქმედებისთვის დაახლოებით 0.5-დან 2%-მდე, ხო? ამ მიმართებით ჩვენი ბანკები, ორი დიდი ბანკი ჯდება დაახლოებით საუკეთესო ევროპულ და ამერიკულ სტანდარტში. მეორე მხრივ რა არის ჩვენი გზა? ილია ჭავჭავაძის გზა არის თუ რა ვიცი, აი ესეთი კაპიტალისტური ძალიან როგორ ვთქვა, იდაყვებიანი გზა შესაძლებელი ასე დაარქვა, რომელი ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის და ეს მათი არჩევანია. ვისაუბროთ ასეთ საკითხებზეც. ქველმოქმედების გარდა ვთქვათ დასავლურ ბანკებზე თუ ასაუბარი, ბევრი მათგანი აფინანსებს სტარტაპებს, რომ შეუწყოს ხელი ეკონომიკას, სტარტაპებს, სოციალურ საწარმოებს და ამათი დაფინანსება რისკიანი საქმეა. დანაკარგები ხშირად შემოსავალს აჭარბებს ხოლმე, მაგრამ მაინც აკეთებენ ამას უხვად და ვრცლად. არ ვიცი, აი სანახავია მათაც ვეკითხები, რამდენად აკეთებთ ამას იმდენად რომ მნიშვნელოვანი იყოს, ასე ვთქვათ და წვლილი შეიტანოს და არა რომ იქაც მოგება იპოვოთ იმ სურვილით. ასევე შევხედოთ დღევანდელ ჩვენს სიტუაციას. ამ ორმა ბანკმა 5 მილიონი ლარი გაიღო რეპრესიებით დაზარალებულების დასახმარებლად. რა არის 5 მილიონი ლარი 3 მილიარდთან შედარებით, ვთქვათ, ხო? ერთი მხრივ ბევრია, მეორე მხრივ არ ვიცი. ხო და ძალიან კარგი მოუწონე მე ის ნაბიჯი, იმ დროს ბევრი აკრიტიკებდა, მეც ეს რაც ახლა ვთქვი, ეს ფიქრები მაშინაც მქონდა, თუმცა ვთქვი რომ კარგი პირველი ნაბიჯია. იმის შემდეგ აღარ მინახავს ნაბიჯი. ახლა ვიღაცას ველაპარაკებოდი მეგობარს რომ მითხრა რომ აიო ადამიანებიო ვინც რაღაც პროტესტს გამოთქვავდნენ გააგდესო. არ ვიცი ხა იმ ადამიანს ვენდობი და არაფერი საფუძველი არ მაქვს რომ ეჭვი შევიტანო, მაგრამ ეს რომ ნამდვილი იყოს და აღმოჩნდეს ძალიან მეწყინება და ძალიან სხვანაირად ვიფიქრებ კიდევ. ერთია ხა
რაც შენ გეკუთვნის გადასახადებს იხდი და ქველმოქმედებისთვის არ ხარჯავ, შენი არჩევანია და შენი არჩევანია, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც მდგომარეობა ასეთია, ჩემი აზრით, მოდი ასე ვიტყვი რა. ხელების დაბანა, რითიც ვთქვათ, პონტუელი პილატე არის ცნობილი, ანუ აი სიტუაციაში რომ გადავიდეთ, ხა პილატეს ქრისტეს დასჯა არ უნდოდა და თავს არიდებდა მაქსიმალურად. ძალიან არიდებდა თავს და ის ებრაელმა ფარისევლებმა, იქაურმა მღვდელმთავრებმა ფაქტობრივად მოითხოვეს და ხალხი ააჯანყეს, რომ მისი დასჯა მოეთხოვა და იძულებული გახადეს და პილატეზე ამბობენ, რომ ხელები დაიბანაო. ამავე დროს პილატეც არ არის კარგად ცნობილი და რა ვიცი, დადებით პერსონაჟად არ აღიქმება, როგორი რელიგიური ზნობებიც არ უნდა ქონდეს და ამ შემთხვევაში არ ვიცი ხა ეს ხელების მე არავისკენ არ ვიშურ ხელს, აი ვფიქრობ და ამას გიზიარებ და აქა ვართ, ადამიანები ვართ სუბიექტური არსებები ამ შემთხვევაში და ზოგადად ჩვენი კანონებიც საკმაოდ სუბიექტურია და შესაბამისად აი ეს კითხვა მიჩნდება არის ეს ხელების დაბანა მეტის არ გაკეთება, არის გასაკეთებელი მეტი, შეუძლიათ მეტი გააკეთონ? ძალიან ბევრი ადამიანი არის გახდა რეპრესიების მსხვერპლი, რა არის ეს რეპრესიები? გააგდეს სამსახურიდან. მარტო დაჭერა, დაპატიმრებული ადამიანი რამდენია, მათი ოჯახის წევრები, ბევრი ადამიანი ნახულო პატარა საწარმოები პროტესტს აკეთებდნენ თქვათ და საახალწლო დღეებში არ გამოიტანეს თავის ნაწარმი ბაზრობაზე, რომ ამ დე-ფაქტო ხელისუფლების რაღაც ხელშემწყობად არ ყოფილიყვნენ და ის ხალხი რაღაცა ბოლო-ლუკმას გაიღებს. და აი ვისაც მეტი მიეცემა მეტი მოეთხოვობას პრინციპით, როგორ არის ამ შემთხვევაში რეპრესირებულების დახმარების საკითხი. მოგეთ, ბევრი საკითხია, ვინ როგორ შეხედავს. ეს იყო ჩემი დღევანდელი სათქმელი და მოხარული ვიქნებით უკითხვები დაგებადათ. ახლა მე უფრო ბევრი ვისაუბრე, როგორ ვთქვა, ორი ბანკის შესახებ და ვთქვათ მათი და საზოგადოების თანაცხოვრების შესახებ და ამ თემებზეც და სხვა თემებზეც, რომელზეც გნებავთ, სიამოვნებით გიპასუხებ, სანამ დრო გვაქვს. დაახლოებით ალბათ 1-15 წუთი მაინც. ერთ წამით პოლიტიკურ შინაარსს თავი დავანებოთ, მე გამიშთა წმინდა არის სტატისტიკასთან თუ რასთან დაკავშირებულია ეს შეკითხვა. თქვი რომ მთლიანი მშვიდა პროდუქცია ბანკების წილი არის 0.7, ხო? რაღაცა ბანკების მოგება შეადგენს ორი ბანკის მოგება შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს. 3%-ს, ხო? და ყველა მოგებული ლარის 1/7-ია დაახლოებით. ანუ 14 თეთრი ყველა მოგებული ლარიდან. ტენდენცია როგორია ზრდისკენ დალაგებულ და დაულაგებელ ქვეყნებში ეს კორელაცია რამდენია კარგ ქვეყნებში? კი ბატონო, ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი ასეთია. იქ დუოპოლი არ არის პირველ რიგში, ათასობით ბანკია, ნუ არის თქვათ ძალიან დიდი ბანკების, თუმცა არავის წილი 20%-იც არ არის და მეორე მოგება კორპორაციების უფრო ნაკლებია, ანუ ჩვენთან რომ მოგება იყო დაახლოებით მთლიანი შიდა პროდუქტის 19%-ის შაშან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 80 წლის მანძილზე მერყეობს 3-დან 12%-მდე და ბანკების წილი ამ მთლიანი ამის წილად ბევრად უფრო პატარაა. ზუსტი ციფრი არ მახსოვს, მაგრამ ბევრად. ანუ ასეთი კონცენტრირებული ბაზარი არის ძალიან ცოტა ქვეყანაში, ერთ-ერთი მაგალითი არის თქვათ ისრაელი. არ შემისწავლია ისრაელში ზუსტად მოგების წილი როგორ არის, მაგრამ მოდით ერთი ქვეყნიდან ნუავიღებთ ამ მაგალითს და ასე ვიტყვი რომ ისრაელსაც თავის სირთულეები აქვს და ძალიან დიდი პოლიტიკური ჭიდილია იმ ქვეყანაში და ბევრი სხვადასხვა აზრი არსებობს. მოდი ასე ვიტყოდი და მოდით სხვა ქვეყნებიდან ავიღო დიდი მაგალითი, მაგალითად დიდი ბრიტანეთის მაგალითი ვიცი, კარგად, ძალიან კარგად მუშაობს იქ ანტიტრასტული, ანუ ანტიმონოპოლიური რეგულირება და იქაც ანუ ყველანაირად ცდილობენ რომ 6 ბანკს შორის არის ასე წილები განაწილებული, დიდი ბანკი 6-ია და არა 2. და იქაც დიდი მუშაობაა რომ პატარებს ხელი შეუწყონ გათანაბრებისთვის. ნუ გათანაბრება ზუსტად ვერ მოხდება და არც საჭირო, ბუნება არ არის თანაბარი და თანაბრობის საკითხი არის ილუზია და მოდი ამასაც ვიტყვი რომ
ქონებრივი ხელოვნური გათანაბრების საკითხი, როდესაც დადგა, ყოველთვის კატასტროფით დამთავრდა და საბჭოთა მაგალითი ჩვენ ვნახეთ. ამავე დროს მე მჯერა და წინა გამოსვლისას თქვი, შესაძლებლობების დაახლოება შეიძლება. ანუ შესაძლებლობები ნიშნავს ახალგაზრდებს კონდეთ სწავლაზე, კარგ განათლებაზე, თანაბარი, ძალიან ახლოს ყოველ შემთხვევაში ხელმისაწვდომობა და არ იყოს რომ ვიღაცის ბავშვი მიდიოდეს ძალიან ძვირ და საუკეთესო სასწავლებელში და მერე საზოგადოებრივ და ვიღაცის ბავშვს საჭმელი არ კონდეს, რომ ნორმალურად განვითარდეს. კი ბატონო, გისმენთ, ცოტა სხვა თემაზე გადავედით და გისმენთ კიდე. და კიდე ერთი რაღაცა მაინტერესებს. ახლა ეს ძირითადი ორი ბანკია, მაგრამ რაც ვიცით და ბაზარზე ძირითადად მოქმედებს, შეიძლება ვთქვათ 4, ხო, რაღაც. ეს ძირითადი ფინანსური სისტემები, ინსტიტუტები, ბანკები არის საერთაშორისო სხვადასხვა ჯგუფების რაღაცა მეგობარი წევრი, რაღაცა. ის ბანკები, რომლებიც პატარა ბანკებია, ესენი ამ 4 ბანკის შვილები არიან. აი, რომელი შეიძლება გამოჩნდეს ბაზარზე, თუ საერთაშორისო არ შემოვიდა? აქედან რომელი შეიძლება მოდით ავწეროთ, ცოტა სხვანაირად არის და კარგა სხვანაირად არის და გეტყვით როგორც არის. ჩვენ გვაქვს 17 ბანკი, შეიძლება შემეშავს ხა ლიცენზიებს აძლევენ ხოლმე, მაგრამ უნიშნელოა თქვა დღეს პატარა ბანკები. როგორც გითხარით, ორი ბანკის წილი აქტივებში არის 80% და მოგებაში 90. ანუ ყველა დანარჩენი ბევრად უფრო პატარაა. კიდევ 3-4 ბანკი რაღაცა ზომის არის რა შედარებით რო თქვა მოზრდილი, მაგრამ ამ ორთან ახლოს ვერ მივიდა. როდესაც ასეთი განსხვავებაა ზომაში, აი როგორ გითხრათ, 60 კილოგრამის ძიუდოისტი ძიმეწონოსას როდესმე მოერევა, შეძლებს რომ ეჭიდაოს? ხო, არა, უყურეთ, ხო, მოიყვანო, უყურეთ, რატომ უნდა მოვიდეს აქ საჭიდაოდ ვინმე, როდესაც აქ უკვე ამხელა ძიმეწონოსანი დგას და პატარა ტორტის თუ პატარა ღვეზელის გასაყოფად რატო უნდა ეჭიდაოს ამას? ეს არის მითები, რომ ჩინური ბანკები მოვლენ დიდები. არა ხახო. აქ საინტერესო არ არის მოსვლა, იმიტომ რომ პატარა, ანუ რომ მოხვიდე და ეჭიდაო, მოგიწევს ძალიან დიდი ინვესტიციის გაკეთება და ეკონომიკური გამართლება არ არის. წავალ ტაილანდში გავხდი ბანკს ან მექსიკაში, არა დიდ ქვეყანაში ხომ მივხვდით, რატო უნდა მოვიდე პატარა საქართველოში, იმიტომ რომ ამ ორს ვეჭიდაო. ხვდებით? ანუ აქ ჩვენი მოსავლელია ეს საკითხი. რაც შეეხება უცხოურ კუთვნილებას, ხა აი ბოლო გახსნილს არ ვიტყვი რა, ეხა აი არ ვიცი ჰაშბანკში როგორაა წილები თქვა ზუსტად, მაგრამ ყველა ბანკი ერთის გარდა, ქართულს გარდა არის უცხოელების დიდი წილი, ანუ 80% და მეტი არის უცხოელების. და ეს ორი ბანკიც ასეა უცხოელების საკუთრება ძალიან დიდი წილით. კიდევ, დიახ. მოახლოებულ სანქციებთან დაკავშირებით შეექმნება თუ არა პრობლემები ჩვენთვის საპატივცემულო სამართალდამცავ ორგანოების ხელფასის აღებაში და საერთოდ შეიძლება დადგეს თუ არა ეს საკითხი. ეს პრემიული საკითხია. იზითა, ზუსტად არ ვიცი, მოახლოებული კი არა, ნუ არიან საქართველოში უკვე ათობით ადამიანი, რომელსაც აქვთ სანქციები დასავლური ქვეყნების. ნუ რეალური ვითარება ასეთია, რომ თუ რომელიმე ბანკი არ დაიცავს ამ სანქციებს, მათ თავად ემუქრებათ სანქციები და შესაბამისად ისინი ამას არ გააკეთებენ. მართალია ეროვნული ბანკის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ სცადა, რომ აქ კითხვის ნიშანი გაეჩინა და ისეთი წესები დაადგინა, რომ ამ ბანკის ფაქტიურად ეუბნება, რომ საქართველოს სასამართლოების სანამ არ დაადგენენ, რომ მანამდეო არ გაატაროს სანქციები, მაგრამ ფაქტობრივად ამას არ ასრულებს ასეჩას. არ ვიცი ზუსტად როგორ არის ხარ. მოქმედი ბანკირი მე არა ვარ, უკვე წელიწად ნახევარზე მეტია, ამიტომ ზუსტად როგორ სრულდა არ შევხვედრი ვარ ასეთ რამეს, ზუსტად როგორ ხდება არ ვიცი, მაგრამ გონია რომ არც ერთ ამ სანქცირებულ ადამიანს არ აქვს ანგარიში სხვა ბანკებში გარდა ქართულსი. ასე ვარაუდობ, ეს ჩემი ვარაუდია და აქამდე რაც ვთქვი, იმათ შორის ყველაზე ნაკლებ ამ საკითხში ვარ დარწმუნებული. ხო, კიდევ რას ვიტყვი, რომ ძალიან სახიფათო იქნება მდგომარეობა, რომ ვინმე ძალიან მაღალჩინოსანი კიდევ დასანქცირდეს და
იმის შემთხვევაში თქვა ეროვნულმა ბანკმა ზეწოლა მოახდინოს ბანკებზე, რომ არ დაუხურო ანგარიშო, იმიტომ რომ შემდეგ ის ბანკები დადგებიან ამ საფრთხის წინაშე და ძალიან მოსაფრთხილებელია კრიტიკის მიუხედავად ამ ორ ბანკში ძალიან დიდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ვარიანტში ჩვენ გვჭირდება რომ ისინი ჯანსაღად იყვნენ. ჩვენ საერთო ინტერესშია. შესაბამისად, ანუ ჩვენ გვინდა რომ მათ არაფერი არ ემუქრებოდეს და მეორე მხრივ თქვათ უკეთესი მოქალაქეები იყვნენ, ეს ჩემი კერძო აზრია, შეიძლება ვწდები ისე ვიზახი, შეიძლება მათ საუკეთესოდ მიაჩნიათ და მე ვინა ვარ რომ ამ აზრსაც კი გავივლებ თავში. ხო, ეს საკითხია. კიდევ სანქციებზე რა შეიძლება ვთქვათ, ну ზოგადად სავარაუდოდ ეს გაზრდის ტენდენციით არის და კიდევ უფრო მეტი იქნება, ჩემი ვარაუდით, არის კიდე ესეთი ფიქრი, რომ მოდი ლარებში კონდეს ანგარიში და უცხო ვალუტაში თუ აქვს როგორ გაიგებენ ისინი, მაგრამ ბანკებში მუშაობს ესეთი შესაბამისობის compliance ქვია ინგლისურად შესაბამისობის დეპარტამენტები და ეხლა ისინი რეგულარულად კითხვებს ავსებენ, თქვათ უცხოურ ბანკებთან და იმას შეეკითხებიან, ვინმე რამეს ხო არ არღვევს სანქციებს და იმან უნდა მოიტყუოს, რომ უთხრასო არ ვარღვევ, ანუ იცის რომ იმას აქვს იქ ლარებში ანგარიში და თქვა ვითომ არა აქვს, ფაქტობრივად ერთი რომ ამ ხალხს მოუწევს ტყუილის თქმა, მე ვფიქრობ რომ მათი ვისაც ვიცნობ კეთილსინდისიერი ხალხია და ძალიან არ მოუნდებათ, ну სამწუხაროდ ზეწოლები ხდება ადამიანებს ეშინიათ სამსახურის დაკარგვის რაღაცის და ზოგადად ეშინიათ და შეიძლება ვერ გაუძლონ წნეხს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ასეთ რამეს ადგილი არ აქვს. თუ გამოირკვევა ძალიან ცუდად დამთავრდება. მეორეს მხრივ ჩვენთან ლიბერთის აქ რავი 35% ხონა გონი დაწია ეხლა ცოტა. აი რა პროცენტია რაღაცა ისეთი, რაც ერთის მხრივ მოგება იქნება და მეორეს მხრივ ისედაც გაჩილებული მოხუცებიან მიახჭოს აი საკი პროცენტი. ბატონო. ხო, ეხლა ცოტა ისეთი კითხვაა რა, მოდით მაგას ამ კითხვას გავიმეორებ, ხო კითხვა იყო რა არისო ჯანსაღი პროცენტიო და თურქეთის მაგალითთან იყო შედარებული იქ სხვა სიტუაცია, იმაზე ცალკე ვიტყვი. ბანკები ფულს შოულობენ ძირითადად მათი შემოსავლის ორ დიდ ბანკში შემოსავლის 70% მოდის საპროცენტო შემოსავალი, დაახლოებით 68-70%, დანარჩენი არის საკომისიო შემოსავალი, ვალუტის გადახურდავები კონვერტაციიდან, ძირითადი ეს არის. სხვა ბანკებში საპროცენტო შემოსავლის წილი კიდევ უფრო დიდია. ბევრად უფრო დიდია 90% და მეტი. საპროცენტო შემოსავალი არის თქვენ ბანკში არსებული ფულის ნაშთებზე დარიცხული პროცენტსა და გასესხებულ ფულს შორის სხვაობა. ანუ ზოგი ფული მათ აქვთ უფასოთან თითქმის უფასო, თქვა თუ ის მიმდინარე ანგარიშები ან დაბალ პროცენტს არიცხავენ, ვადიან დეპოზიტებს არიცხავენ მეტს. ვისაც ძალიან დიდი ნაშთები აქვს მიმდინარე ანგარიშზე, იმას მეტს არიცხავენ. ხო, ეს არის და ამას და როგორ გასესხებულ ფულსა და რასაც იმაში იღებენ გასესხებულ ფულში პროცენტა, რასაც უხდიან დეპოზიტორებს, იმათ შორის სხვაობას იგებენ. ესეთი მცნება არ არის, რომ ჯანსაღი პროცენტი. ყველა კომპანია ყოველთვის შეეცდება, რომ რაც შეიძლება მეტი კონდეს მოგება და მეტი სხვაობა კონდეს. მონოპოლი ეს არის მდგომარეობა, რომ როდესაც არის კონკურენცია, ვერ გექნება ძალიან დიდი სხვაობა, იმიტომ რომ ვიღაცა უფრო იაფად შეიძლება გააკეთოს და ესაა მონოპოლის პრობლემა და დუოპოლის, რომ როდესაც შენ ახარ მარტო ამის გამკეთებელი, ბუნებრივი უპირატესობით სარგებლობ. რაც შეეხება თურქეთს, იქ სხვა შემთხვევა იყო. იქ ცენტრალური, იქაურ პრეზიდენტს, ადრე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა აზრი და აქვს, რომ საბანკო პროცენტები უნდა იყოს დაბალი. ვითომ კარგი აზრია, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე. თუ რაღაცას იმაზე იაფად გააკეთებ, ვიდრე მიზანშეწონილია, ან ამის შედეგად ფულის ძალიან დიდი მასა იქმნება ქვეყანაში და აღარ წავალ ამის ახსნაში, ანუ პროცენტებს მაღლა როცა წევს და ამას ცენტრალური ბანკი ახერხებს სხვადასხვა მექანიზმით, როდესაც პროცენტს მაღლა წევს, ფულის მიწოდება მცირდება, ანუ ნაკლებ ხალხს უნდა რომ ფული ისესხოს, შესაბამისად ძვირი ფულის აღება არ უნდა. და ეს ფულის მასას მთლიანობაში ქვეყანაში ამცირებს. ამას აკეთებენ ხოლმე, რომ ინფლაცია არ იყოს, ანუ ფული არ გაუფასურდეს და ეს იყო იქ მიზეზი და ჩვენთანაც ჩანს ამის ნიშნები, რომ ცენტრალური ბანკი უფრო იაფად აწვდის ბანკებს ფულს
ვიდრე ის საბაზრო პირობებით არის განპირობებული და ეს მიიყვანს ინფლაციამდე. უკვე დაიწყო ამის ნიშნები გამოშვა, წინა თვეში გადააჭარბა ინფლაციამ ცენტრალური ბანკის 3-ზნე ნიშნულს 3.5 იყო 3-ის ნაცვლად, მაგრამ ნუ ჯერ ნახოთ, დასაწყისია, ერთი თვე არ ნიშნავს ბევრს. დუოპოლია ცუდია, იმიტომ რომ იცით რა არის, ახლა პირდაპირ სამომხმარებლო სესხებში, აი თქვენ რომ აიღოთ სესხი, მაგაზე ნაკლებად იმოქმედებს, მაგრამ სხვა ბევრ რამეზე იმოქმედებს, რაც საბოლოო ჯამში მაინც თქვენზე გადმოვა. ის რომ საჯარო რეჟიმში რაღაც საკომისიო გექნებათ გადასახდელი, ის რომ ვიღაცასგან რაღაცას რო ყიდულობთ, ის რომ მეც გადაიხდის, ის მე იმ მოგებას იმაში ჩადებს, ანუ იმ გადასახას თავის მოგების მარჟაში ჩადებს და ასე ვთქვათ, ყველას ეხება, როდესაც ვიღაცას ჯიბეში მეტი ჩადის, იმაზე მეტი ვიდრე კონკურენციის პირობებში, ის ყველა დანარჩენის ჯიბიდან ამოდის. უბრალოდ ეს ბევრს ეხება და სხვადასხვა წილია და არ ჩანს ესე კარგად. ილოვანი ეკონომიკა რო გაჩნდა საქართველოს ბანკები და ასე შემდეგ ამ რომელიც საერთოდ არ ჩანს არც ბიუჯეტში არც ეგ პრობლემა მოსაგვარებელი. ეგ ცოტა ამ დღევანდელი თემისგან გაყენებული საკითხია, მაგრამ ჩანს რომ გაჩნდა, ჩანს ასე რომ მეტი ჩნდება, რა ვიცი ხა აი რო ვაკვირდები უფრო მეტად ვხედავ რომ ვიღაცა გეტყვის რომ ნაღდი ფული მირჩევნია ასე ვთქვათ რა. ხო და ნუ რა ვიცი ხა აი ინდივიდუალური ქცევა მე მიუხედავად ჩემი ანტაგონიზმისა ამ დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ არ ვიწონებ ხა გადასახადებისადმი თავის არიდებას. ამავე დროს მესმის რომ ზოგიერთ ადამიანს ეს აზრი უჩნდება და ნუ შეიძლება მისი პირადი ჯიბის სურვილით იყო და არა რაღაც მაღალი მიზნებით, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ეს ხდება და რასაც მე ვხედავ მეტად ხდება, უფრო ხშირია, მაგრამ ნუ ეხა ეს რაღაც ისეთი დაკვირვება ზედაპირული. ამას გარდა ასე ჩანს რომ არის თქვათ ვაჭრობა ძალიან ბევრი ისეთი საქონლი რომელიც რუსეთში მიემართება, ვინც ამას აკეთებს გეტყვის რომ მე რო არ გავაკეთო ის გააკეთებდა ეს გააკეთებდა და აქ შემოვა ეს ფული. რა ვიცი ხა აი როგორ გითხრათ ხა ნარკოტიკებით რო ვივაჭროთ ბევრ ფულს ვიშოვით, მაგრამ გვინდა ასეთი რაღაცა? ხო, თქვათ კოლ-ცენტრები რომ გვაქვს ძალიან ბევრი ქვეყანაში და ისინი ვიღაც საზოგადოებრივ მოხუცებს ატყუებენ და ფულს პარავენ. ნუ ფულს შოულობენ, მერე დიდ ხელფასებს იღებენ, მაგრამ გვინდა ამ ადამიანების სული როგორ მახინჯდება ახალგაზრდების, ვინც ამაში არის ჩართული. ჩემი აზრით ისე ვიძახი. ხო, და მე ვფიქრობ, რომ ეს უყვალოდ არ ჩაივლის სამწუხაროდ, ეს გინდა სულის დამახინჯება და გინდა ზოგადად ასეთი ქმედებები ბუნებაში არ იკარგება ხოლმე. და მე ვფიქრობ, რომ სწორი გზებით სიარული ჯობია, თუმცა ნახოთ აი მომავალი გვაჩვენებს. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და პრაქტიკული ლექცია, რომელიც მე მგონია რომ კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი გახდება და კიდევ მოგვეწვიეთ. დიდი მადლობა წინასწარ. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, გამოვკვევით Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე. ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ არ დავნებდებით, ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ყველას გვინდა რომ ჩვენი ქვეყნისთვის საერთო შედეგი დადგეს და ეს ყველაფერი იქნება გარდაუვალი. გამარჯვება გარდაუვალია. მადლობა ყურადღებისთვის.